საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია პროგრამა პასიანსი ლევან ლილაშვილთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ გაზიფიკაციის სექტორის დამსახურებული თანამშრომელი, კაცი ლეგენდა, თბილგაზის პროჯექტ მენეჯერი ბატონი ბუხენვალდ ციაური. მოგესალმებით. გამარჯობათ ბატონო ბუხო, ესე დაგიძახებ თუ არ გეწყინებათ. მე ვიცი რომ ექსკლუზიურად მოვბრძანდით ჩვენთან სტუდიაში ექსკლუზიური ინფორმაციით პირველი არხისათვის და ძალიან თქო გითხარით ბოლოს და ბოლოს მოიმატებს თუ არა გაზზე საფასური. ბატონო ლევან, საღამო მშვიდობისა, მე თავიდანვე მინდა გითხრათ და მე ნამდვილად ექსკლუზიურად მოვედი ამ სტუდიაში. როგორ? მარტო ვიჯექი მარშრუტკაში. დიახ და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ მე მაქვს საშუალება რომ გამცნოთ როცა ასეთი რაოდენობის მაყურებელი ზის ტელემიმღებებთან აგერ უყურებს მთელი ჩემი ქართველი ერი თანამგზავრის საშუალებით მთელი მსოფლიო უყურებს და ფაქტიურად თვალს ადევნებენ ტელემიმღებებს თავის ოჯახთან ნათესავებთან აგერ მე შინაურ ცხოველებსაც ვამჩნევ ბატონო ლევან და მე მინდა გამცნოთ რომ ტარიფი გაზზე გაზზე ტარიფი გაზზე დიახ ახლა კი რეკლამა ჩვენს არხზე არა ბატონო გადაცემა ცოტათი გავერთეთ უკაცრავად ტარიფი გაზზე გაიზრდება ვაშა გილოცავ ბატონო ბუხო კარგია შენიერია ვაშა ოჩახ ძალიან კარგია ჩვენ ველოდით აი ამ დღეს სხვათაშორის მე 3 დღის უკან მიცოდი ეს ინფორმაცია ბატონო ბუხო და სათანადოდ მოვემზადე მოვიმარაგე ლობიოს დიდი ესე იგი მარაგი მოხარშე მივიტვი და 2 დღე არ გავსულვარ იქ დიახ იმიტომ რომ ველოდებოდი ამ დღეს არა მარტო მე მთელი ჩემი კორპუსი ნათესაობა ველოდებოდით აი ამ დღეს როცა გაიზრდებოდა გაზზე ტარიფი და ჩვენ მოვიდოდით ყველანი ამ მარაგით და თბილგაზში ჩავაბარებდით ჩვენს გაზს თქვენთან როგორ არის საქმე ამ დღეს ჩვენ მოგეხსენებათ ახლა ბატონო ლევან ჩვენ სახელმწიფო მოხელეები ვბრძანდებით და არა გვაქვს ამის უფლება რომ ეს გაზი შევინარჩუნოთ ამიტომ ჩვენ კონტრზომებს მიმართავთ ხოლმე ჩვენ სამსახურში ჩვენი მომსახურე პერსონალი ჩემი მეზობლები და ჩემი ნათესავები სამსახურის დაწყებამდე 1 საათით ადრე და დამთავრებამდე 1 საათით ადრე სვავთ ნახშირის აბებს ორცავს ნახშირის აბებს ორცავს ეს ძალიანად ფაქტიურად აღკვეთავს ამ ყველანაირ გაზებს ბატონო ლევან მაგრამ საპირისპიროდ მივიღეთ უცნაური შედეგი ამდენმა ორწლიანმა პრაქტიკამ და გამოცდილებამ გვიჩვენა რომ ამ ნახშირის ესეთი ინტენსიური მოხმარების შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადამუშავებული მაღალი ხარისხის ქვანახშირი მივიღეთ მაღალი ხარისხის სხვათაშორის და ჩვენ თამამად შეგვიძლია უკვე ამ დიდი პროდუქციის მეპატრონე ადამიანებს ეს ქვანახშირი მივცეთ ასე ვთქვათ თელას ჩვენ დიდი ხანია ვაწყობთ რომ თელასმა დაიმსახურა ეს ქვანახშირი და ქვანახშირს მივცემთ თელას და ასევე ძალიან მინდა გაგახაროთ რომ ამუშავდება ისე მეცხრე ბლოკი ამუშავდება ამ ქვანახშირისზე დამოკიდებულებით ქვანახშირის მეშვეობით მეცხრე ბლოკი ამუშავდება მეცხრე ბლოკი და იმასაც გეტყვით ბატონო ლევან ჩვენ დავიწყეთ ფილმის გადაღება დავიწყეთ 9.5 ბლოკი რომელიც მიუთითებს მხოლოდ აი ამ თელასისა და ჩვენი ქართველი ერის ურთიერთობაზე. აი რა კარგია. დიახ, გილოცავთ წინასწარ გისურვებთ წარმატებებს. დიახ და სხვათა შორის მე მოტანილი მაქვს ფირი, სადაც შეგვიძლია ვნახოთ თუ რას ფიქრობს ქართული ერი, სწორედ აი ამ გაზის ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი, თხოვთ ჩავთოთ ფირი, ისმენთ. სოციოლოგიური ცენტრის კითხვა. უნდა გაიზარდოს თუ არა გაზის ფასი? ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია თავისთავად სტადია და გაიზარდოს 100%-ზე კი არა 1-400%-ზე რა თქმა უნდა მოიმატოს იმიტომ რომ ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს ხალხი ძალიან ახლა ზღვარი ხო უნდა კონდეს რაღაცას ხო იმატებს ყველაფერი გადასახადი ტელეფონი აუცილებელია საჭიროა უნდა მოიმატოს აბა ესე რა აზრია თუ არ მოიმატა აუცილებლად საჭიროა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რამდენად მოიმატებს ეს მეორე საკითხია. რა თქმა უნდა. თუ კი ეკონომიკამ ესეს ამის საშუალებას. და გაიზარდოს სასურველი, ეს ყველა სურვილი იქნება ალბათ. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ მოსწონდეს ეს აზრი, რომ არ გაიზარდოს და ცოტა სასურველი პირობები შეექმნეს ხალხს. მოიმატოს, გაიზარდოს კი.
ძალიან კარგი. და რა პერსპექტივები აქვს აი ამ პროექტის? ბატონო ბუხო, რა ეკონომიური ძრები შეიძლება მოგახსენეს ბატონო ლება, რომ ამ პროექტს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს გაზიფიკაცია მთლიანი ამ პროექტის ხორცშესხმა და სისხლის შერცხმა დაიწყება რაჭიდან. რატომ რაჭიდან? იმიტომ რომ ყველაზე დიდი ლობიოს სათავსოები იქ არის ბატონო ლება, შემდეგ ჩამოვა რა თქმა უნდა ეს პროექტი განვითარდება ქვემო იმერეთში, შემდეგ ზემო იმერეთში, შემდეგ რა თქმა უნდა გამოივლის ამ გვირაბს, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს გვირაბი გაუძლებს ამ გაზებს და შემდეგ მთლიანად საქართველოს ჩაერთვება ამ პროექტში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მთლიანად ერი ჩაემება ამ საქმიანობაში და ჩვენ ვაპირებთ ყველა ქუჩაში, ყველა უბანში, ყველა ეზოში ჩავდგეთ პატარ-პატარა სალობიოები და მის გვერდით ჩავდგეთ პატარა გაზის მიმღები პუნქტები. სადაც შემოწმდება რა თქმა უნდა ამ გაზის ხარისხი, ოქტანობა და მისი რაოდენობა. რაც უფრო მეტია გაზის ოქტანობა, მით უფრო დიდ ფასში ჩაიბარებს ეს ჩამბარებელი პუნქტი. ძალიან კარგი, შესანიშნავია. რა თქმა უნდა. შესანიშნავია. ქოთნის ლობიო ხო იქნება ამ სალობიოში? რა ყველანაირი, აბსოლუტურად. ძალიან მიყვარს. ისე რა ქვია. თავარია პირველი წყალი არ გამოიცვალოს. ხო, აი ეგ მინდოდა მეთქვა. საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გავიტანთ ჩვენ და გავყირით ამ გაზს. იცით რა არის, ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე ვიფიქრეთ და ეს ბიზნეს გეგმაში ჩადებულია, მაგრამ არის რამოდენიმე პრობლემა, თუ რა გზით მივაწოდოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ეს გაზი. ამაზე ძალიან დიდი. ალბათ კლასიკური გზით, მილსადენებით, როგორც არის, ხო? იცით რა არის, ეს ერთ-ერთი პრივილეგიური საკითხია მილსადენი, მაგრამ არ არსებობს ქვეყანაში მილსადენი, რომელიც უძლებდეს ჩვენს გაზს, რამდენადაც სამწუხაროა იყოს ეს. არ არსებობს მილი, რომელიც გაუძლებს და რაღაც ტენდერი არ გამოაცხადეთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გვიტარებენ რაღაც გვიტარებენ ვარჯიშებს, გვიტარებენ რაღაც გამოცდებს, ასე ვთქვათ, გვასწავლიან ყველაფერს, მაგრამ არც ერთ ორგანიზაციას არ ძალო ჯერ ისეთი მილი გააკეთოს, რომელიც ჩვენ გაზს გაუძლებს, მაგრამ ეს დროის ამბავია, მხოლოდ გამოჩნდება ის მილი ზუსტად იმ შემადგენლობით. ძალიან კარგი, მაგრამ საკითხი ერთია, ასე ჩანს, რომ აბრეშუმის გზა გადაკეთდება ლობიოს გზად და დაიწყება ქვეყანაში მთლიანად გლობიოლიზაცია. რა თქმა უნდა, აი მე მთელი ტანი და სხეულით ვგრძნობ, რომ დაიწყება ეკონომიური აღმასვლა საქართველოში. თქვენ ალბათ გაინტერესებს ბატონო ლევან, რას გრძნობს ჩვენი ქართული ერი ამ გაზის ტარიფთან მომატებასთან დაკავშირებით ამ გაზის ტარიფის. კი, მაინტერესებს ძალიან. ნახოთ პირით მაშინ. კი ბატონო, ჩართეთ. სოციოლოგიური ცენტრის კითხვა. რა გზნობა დაგეოფლათ, როცა გაიგეთ, რომ გაზის ფასმა მოიმატა? მივხვდით იმისა, რომ ძალიან დიდი წვიმა იყო, მახსოვს გამოვედი ბიჭები გამოვედით და რა ვიცი რუსთაველზე სეინოვდეს ეგ და სიამაყრის გზნობა იყო, რა ვიცი ისე მიხაროდა. აი მაგის გადმოცემა წარმოუდგენელია სერგოთ რა. აი ეგეთი ემოცია მე მგონი ქართულ ხალხს ძალიან მოენატრა რა. როგორ გითხრათ? ენით უთქმელია ეს აღწერილი, ეს უნდა გენახოთ. მთელი საქართველოს, სრულიად საქართველოზე იმავდა, რა თქმა უნდა, ამ დიდ გამარჯვებას და რა ვიცი, წარმოუდგენელი ამბავი იყო. გადაურეკეთ ერთმანეთს და ესე იგი ისედაც გული ისეთი აჩქრლებული ქონდა სიხარულით, რომ დილამდე არ გვეძინა მგონი. სოციოლოგიური ცენტრის კითხვა. გაგიხარდათ თუ არა გაზის ფასის გაზრდა? ძალიან გამიხარდა. მეტი რო აღარ შეიძლება. თბილისის ქუჩებში ხო ჩანდა რა იყო, ეს ალბათ განუმეორებელი იყო და ალბათ მოვესწრებით თუ არა ესეთ რამეს. საინტერესო მოსაზრებებია ძალიან. დიდი მადლობა თქვენ, თვითონ მაყურებლებო და როგორ შეხვდა პარლამენტი აი ამ მოვლენას ფაქტიურად? ფაქტიურად ეს ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა ბატონო ლევან, იმიტომ რომ ფაქტიურად ამხელა ტვირთი ჩვენს პარლამენტარებს უკვე მოშორდათ და ფაქტიურად მათ აღარაფერი აღარ აქვთ გასაკეთებელი, მიხვდნენ იმ ლამაზ და მშვენიერ მომავალს და ისინი მეოთხმა დაიწყეს უბრალოდ თამაში, გართობა, რა თქმა უნდა. გადადგომა, გადმოდგომა, შედგომა ბატონო ლევან, ასევე პოპულარულია ძალიან თამაშები, კლასობანა, ლახტი, ჩიტი ხეზე იჯდა და ჩიტი ხეზე აღარ ზის.
პოპულარულია თამაშები ახლა კიდევ დაიწყეს სტოპობანა ალბათ და დაჭერობანაც. კარგი იქნება თუ პაროლობანაც. მაგათ შემხედარე არ გამიკვირდება რომ მანე ომობანას თამაშიც დაიწყო. ბახ. კარგი იქნება. ეს მაინც ემეილებს უგზავნიან ბატონო პეიჯერზე შეწყობინებები და რა. წერილები ალბათ ხო? ძალიან საინტერესო მოვლენების თემა პარლამენტში და მე ესეთი კითხვა მაქვს. რახან უკვე პარლამენტმა ესეთი ასე თქვა ფუნქცია, ნაკლები ფუნქცია დარჩა. გაიმართება კი სესიები, პლენარული სხდომები, როგორც ტრადიციულად იყო? არა, რა თქმა უნდა, აღარ გაიმართება, საჭირო იქნება. არა, როგორ პლენარული სხდომები აღარ გაიმართება? არა ბატონო. ბატონო ხო ეს რა თქვით, როგორ პლენარული სხდომები აღარ გაიმართება ჩვენთან, ეს ხო მაღალმხატვრული სპექტაკლები იყო, ჩვენი საგანძური, საქართველოსი. ფაქტობრივად შეგიძლია ტიტრი წინ მიაკრა, ტიტრი უკან პლენარულ სხდომას და გააგზავნოთ ნებისმიერ კინოფესტივალზე. შეიძლება მოიპოვოთ ოქროს პალმა, ოქროს დათვი, ოსკარი ოქროსი. ოსკარი ოქროსი. გადაადნეთ ეს ოქრო ხო შემოდის ჩვენთან, შემოდის ჩამოიტანეთ მე გადაადეთ და მოიხმარეთ ჩემო ბატონო. არ შეიძლება პლენარულ სხდომის გაუქმება, არ შეიძლება. ნუ იცით რა არის ბატონო ლევან, აი ზუსტად ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და მოსახლეობასაც კითხეთ თუ რას აკეთებს იგი აი ჩვენი ამ პლენარული სხდომების ტრანსლაციის შემდეგ, როგორ ხდება, რას აკეთებს ოჯახში. რა რეაქცია აქვს, რა? ნახოთ. სოციოლოგიური ცენტრის კითხვა. თვლით თუ არა რომ საპარლამენტო სესიები ეს არის ზეიმი? საერთოდ, რა თქმა უნდა, ნამდვილად წელიწადში ერთი ზეიმია და ძალიან მიყვარს ეგერთი ზეიმი. შინაგანად გვიხარია კი აბა. მომზადება. ერთადერთი პრაზნიკიღა დაგვრჩა, მეტი არაფერი და ერთი ეგეც თუ არ აღვნიშნეთ არ გამოდის. სოციოლოგიური ცენტრის კითხვა. რას მოიმოქმედებთ თუ საჩუქრად საპარლამენტო სესიების ვიდეო ჩანაწერს გადმოგცემენ? რესტორანში წავედი და აღვნიშნეთ. მეტი რა ვქნა. ისეთივე სიხარული იქნება თქოს ჩემო ოჯახს რაღაცა დიდი რამე შეემატა. ეხლა ყველა ადამიანი ესე უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ძალიან ბედნიერები ვიქნებით თუ მსგავსი რამე მოხდება. ბერტმაკნას. და ამ ბედნიერების შემდეგ შევხვდეთ კიდე და საინტერესო იყო. ბატონო ლევან, დიდ ბოდიშს მოგიხდით, გაგაწყვეტინებთ, მე სასტრაფოდ უნდა დავტოვოთ ვინაიდან და რადგანაც მე-9 ბლოკს ქვანახშირი გამოელია და ჩვენ სასტრაფოდ მთელი ჩვენი კოლექტივი უნდა მივიდეს და სასტრაფოდ უნდა დავეხმაროთ, თორე გაშერდება ბატონო ლევან მე-9 ბლოკი. კი ბატონო, მე არ შეგაფერხეთ, მაშინ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გემში. დენი წავიდა.